რატო იზიდავს ნარცის ხო პარტნიორი, ქალი ამ შემთხვევაში, მას უნდა რომ იყოს ერთადერთი და გამორჩეული და ნარცის საერთოდ არ აინტერესებს, ვერც ხედავს ამ ადამიანს, ხო? ძალიან მარტივად ჩაანაცვლებს მერე სხვა ადამიანით, გაუფასურებას მოახდენს, ესე რომ ვთქვათ. და ურთიერთობებში რა შემოდის? აღრთოვანება, რომ შენ ხარ სასწაული, გამორჩეული, გადასარევი და შემდგომ გაუფასურება, გაქრება, საერთოდ არ დარეკავს, მაგალითად არ გამოჩნდება, ხო? ანუ აი ეს ემოციური საქანელო ფაქტიურად აცხოვრებს თავის ბავშვობას პარტნიორს. და მას კი ვერ ხედავს, ის ხედავს აბსოლუტურად, ანუ ეს პარტნიორი არის პროექცია, რაღაცა სარკე, რომელშიც უნდა გაათამაშოს მიტოვება, მიჯაჭვა, ხო? და როლები შეცვალოს. ანუ ესენი უყურებენ ობიექტს, სადაც იცხოვრებს მუდმივად, სანამ არ დაამუშავებს თავის გაგებით, თქო, ვერ ამუშავებენ ამას, თავის ბავშვობის ტრამვებს. და თვითონ ობიექტი, რომელიც მასთან არის, იმას თავის ტრამვა აქვს, რომ მას უნდა გადაარჩინოს ვიღაცა. ის აუცილებლად ნარცისის მსხვერპლი ძალიან სუსტი, მგრძნობიარე, რომანტიული, ფაქიზი, შინაგანი სამყაროსი უნდა იყოს. გარენა შეიძლება ძალიან ძლიერი ქალის საბჭოებას ტოვებდეს, ან ისე დედიკო ტიპარს, მაგრამ შიგნით უნდა იყოს რაღაც ის სისუსტე, რომელსაც გატეხავს ნარცისი. მართლა ახერხებენ ხოლმე ამას. უბრალოდ აქ იცით რა პრობლემა არის, რომ თვითონ პარტნიორი ვერ ხვდება, რომ აქ ნარცისთან აქვს საქმე, იწყებს ეგრევე, იმიტომ რომ ნარცისი ემოციების დაბლოკვა ხდება, ის ვერ გამოხატავს თავის ემოციებს და უნდა აცხოვროს სხვას ეს ემოციები. სხვათა შორის იგივე ზოგჯერ აი წყლის ლილიტებს ახასიათებს ეს, ზოგჯერ ლილიტი მორიელი შეიძლება სხვისი ემოცია იცხოვროს, მიიზიდოს ეს ნარცისების დესტრუქცია, ან თვითონ იყოს ესეთი, რომ აცხოვროს თავის ნეგატივში სხვები მაგალითად, ხო? ან პროვოცირება გაუწიოს ადამიანებში, ამოიღოს რაღაც ის ემოციები, რომელიც მათი არ არის საერთოდ, ხო? ანუ პროექცია გააკეთოს და აცხოვროს ნეგატივი ვიღაცებს. ამიტომ უნდა გავარკვიოთ, ახ ხშირად იზიდავენ ხოლმე ლილიტი კერჩხიბი, ლილიტ კერჩხიბს, ხო? ეს ტანდემი რა არის? ერთი მსხვერპლი, რომელსაც უნდა ეს ემოცია მიიღოს და მეორე არ აძლევს ამ ემოციას. შეიძლება იყოს ლილიტი მორიელი, ერთი манипуляტორი იყოს, მეორე манипуляტორის მსხვერპლი იყოს. და აი ეს არის პოლარობები, რომელიც შინაგანად გვაჩვენებს, ჩვენ რაღაცა გვაქვს დასამუშავებელი აქ, ხო? რაღაც ჩვენ თავთანა გვაქვს გასარკვევი. უბრალოდ ხა წინაზეც იყო ერთი ძალიან ისეთი ძალიან ლამაზი გოგოები მოდიან ხოლმე, აი ზუსტად ნარცისების მსხვერპლის ტიპაშს რო გავს რა და იყო აი დემორალიზებული, რომ აი ჩემი რამე ბრალი ხო არ არის და ეს ახასიათებს ზოგადად ნარცისს, რომ აქ კიდოს ის ემოცია, რომელიც შენი არ არის საერთოდ, ანუ შენ არაფერში შუაში არ ახარ, თვითონ უბრალოდ ვერ იცხოვრა ეს